გასულ კვირეულში გაგრძელდა საკადრო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახალი ხელმძღვანელები ყავს სახელმწიფო ენერგოკომპანიებს და ფონდს, ასევე საქართველოს რკინიგზას იცვლებიან პერსონალიები ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მუნიციპალური განვითარების ფონდში. ირაკლი ყობახიძემ რეგიონებში ახალი რწმუნებულების დაამტკიცა. საკადრო ცვლილებები მომავალ კვირეებშიც გაგრძელდება. მიმდინარე წლის 4 თვეში კომპანია Georgian Airways-მა ქართულ საავიაციო ბაზარზე პოზიციები კიდევ გაიუმჯობესა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით 2025 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 161,000-მდე მგზავრი გადაიყვანა და საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს Turkish Airlines-ზე მეტი მგზავრის გადაყვანის მაჩვენებელი დადო. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტები შემცირდა. იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს რეზიდენტებმა 615,000 გასვლა განახორციელეს ქვეყნიდან. გასვლების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია. 2024 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 32,7%-ით გაიზარდა და მან 67 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშების თანახმად აუდიტორული საქმიანობის შემოსავლების მიხედვით 2024 წელს პირველ ადგილზე EY საქართველოა, რომელმაც წლის განმავლობაში 19,600,000 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 89%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციაზეა 15,5 მილიონი ლარით PwC საქართველოს ოფისი. მესამეზე კი KPMG საქართველო 8,5 მილიონი ლარის შემოსავლით. მეოთხე ადგილს BDO აუდიტი იკავებს, რომელსაც 22%-იანი ზრდა აქვს. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ გამასობაში მე-17 პაკეტი მოამზადა. ახალი პაკეტი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100-მდე გემს შეეხება. როგორც Reuters-ი წერს, სანქციების ამ ეტაპზე ბოლო პაკეტი ექსპორტის კონტროლის გამკაცრებასაც გულისხმობს. ისეთ საქონელზე, რომელთა გამოყენება სამხედრო ინდუსტრიაში ან მაღალ ტექნოლოგიაშია შესაძლებელი. გლობალურ ბაზარზე კი სურსათი ძვირდება. ამაზე მიუთითებს FAO-ს ინდექსი, რომელიც ძირითადი პროდუქტების საფასო დინამიკას აფასებს. გასულ თვეს ინდექსმა 128,3 პუნქტი შეადგინა, ანუ აპრილში ინდექსის მოცულობა 1,2 პუნქტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტთან შედარებით გლობალური ფასები 1% პუნქტით არის გაზრდილი. პარასკევს ბიტკოინის ფასმა $103,000 გადააჭარბა და იანვრის ბოლოდან მოყოლებული ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმება გაახმაურა, რაც ტარიფების დეესკალაციის სიგნალი იყო. გასულ კვირეულში ფედმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ხოლო ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა შეარბილა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელ 8%-ზე დარჩა. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $208 მილიონი გაიზარდა და 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის თანახმად 2025 წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7 მილიარდ 100 მილიონი ლარის გადასახადები შევიდა. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 270 მილიონი ლარით მეტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია DGG-სა და საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული თანხა, ხოლო მოგებისა და აქციზიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია. მადლობა ქართულ ბიზნეს შრომისთვის. BMG სიახლეები კი 3 მილიონჯერ წაიკითხეს, წლიურის და 70%-ია. Google Analytics-ის მონაცემებით 2025 წლის აპრილში ვებგვერდ BMG სტატიები 3 მილიონჯერ არის წაკითხული და ეს სტატიები სულ 530,000-მა უნიკალურმა მკითხველმა წაიკითხა, რომელთა რაოდენობა წლიურად 26%-ით არის გაზრდილი.